დღეს მოვამზადოთ გამომცხვარი გოგრა გულსართით. გადავიდეთ ინგრედიენტებზე. გოგრა საქონლის ფარში ბლაუნშტაინიდან, კარაქი, ხახვი ნიორი, სოკოები ევროპროდუქტიდან, მიქსი არის ესე, სხვადასხვანაირი სოკოსი, ჩირეული, თხილეული, სოიოს соуსი, წითელი ველური ბრინჯი, ბაზილიკი, ცოტა ყავისფერი შაქარი და ბოლოს საქონლის მშრალი ბულიონი. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ვიყურეთ და ჩვენთან ერთად აკეთეთ რეცეპტები. ავიწყოთ. მოვამზადოთ. ნახევარ ფაბრიკატები, ასე ვთქვათ, mise en place. როგორც თქვენ ხოლმე, ხანგები. დავჭრათ ხახვი წრილად, ნიორი, დავკეპოთ ან დაბნაყოთ. და დავიწყოთ ამ ყველაფრის მოთუშვა ტაფაში. ტრადიციულად კარაქი და ზეთი, ხახვი ნიორი, კარგად რომ მოითუშება, ჩავყაროთ საქონლის ფარში. ამასობაში ბრინჯიც დავადგათ. დავიწყოთ ბრინჯის მოხარშვა. კარაქში და ზეთში მოვხალოთ, უფრო ფანტია გამოვიდეს, უფრო გემრიელი გამოვიდეს. კარგად რომ მოიხალებოთ, დავამატოთ წყალი ისე რომ ოდნავ დაფაროს ბრინჯის მასა. ცოტა მარილი გავუკეთოთ და ადუღების შემდეგ 15 წუთი დახურული გავაჩეროთ ცეცხლზე. კარგად რომ მოითუშება, საქონლის ფარში დავამატოთ სოკოს მიქსის მარინადი. ორი-სამი წუთის შემდეგ დავუმატოთ თხილეული და ჩირეული და ეს ყველაფერი კარგად შევაგემოთ. დავუმატოთ ყირტილი მარილი და მშრალი ბულიონი. გადავიდეთ გოგრაზე. აუცილებლად გოგრას ძირი გავუსწოროთ, რომ კარგად ყარად დადგეს. დავაჭრათ თავი და გამოვიღოთ ყველა შიგთავსი მთლიანად. აი ეს გოგრის გულები და აი ეს ბადესავით აპკი, რომელიც შიგნით აქვს, ანუ გამოვასუფთავოთ კარგად ყველაფერი. აჰა. всё, შვენია. ამასობაში ბრინჯის ბზათა გვაქვს, ფარში ბზათ არის. დავუმატოთ სოიოს соуსი. ეს ყველაფერი ერთად კარგად აურიოთ. კიდევ ერთხელ დავსინჯოთ, სასურველი გემო რომ მქონდეს. გოგრა გასუფთავებულია. ეს ყველაფერი ჩავყაროთ შიგნით. თუ ჩაეტევა რა თქმა უნდა. კარგად დავპრესოთ, თავი დავაფაროთ. კარგად შევახვიოთ ფოლგაში და 180 გრადუსზე საათნახევრის განმავლობაში გამოვაცხოთ ბოშის არაჩვეულებრივ ღუმელში, რომელიც ელიტ ელექტრონიკსმა მოვაწყო. უბრალოდ საათნახევარი გავიდა. ხა ვნახოთ ჩვენი გოგრა. ხტება. ესეც ასე. გოგრა მზად არის. აუ მართლა რა მაგარი სული აქვს ჩემი კაცი. სრემლი მომადგა ისეთია რა. აქვს ჩავსებოთ. აბა უყურე. კერძი მზად არის, ბოლოს დავუმატოთ კარაქი. კარაქი მაგარია. და გემრიელად მივხვდით. საოცრება. მაგარია. მართლა მაგარია.